როდესაც გაქვთ დიაბეტი, სისხლში გლუკოზის დონის შემოწმება გეხმარებათ გაიგოთ, რა ხდება თქვენს სხეულში. ზოგჯერ გლუკოზის დონემ შეიძლება აიწიოს ან დაეცეს. ამ ცვლილებების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. თავს არც ისე კარგად გგრძნო. თქვენი გლუკოზის დონე შესაძლოა ჰიპოზე მიუთითებდეს. ჰიპო შემოკლებით ჰიპოგლიკემიას ნიშნავს. ამ დროს გლუკოზის დონე სისხლში ნორმაზე დაბლა ეცემა. ჩვეულებრივ 4 მმოლ ლიტრზე ნაკლებია. ჰიპოგლიკემია შეიძლება სახიფათო იყოს, ამიტომ მნიშვნელოვანია ისწავლოთ მისი დროული ამოცნობა და სწორი რეაგირება. გრძნობ ოფლიანობას, თავბრუსხვევას და სისუსტეს. სწორია, ტომ. ჰიპოგლიკემიისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია ოფლიანობა, თავბრუსხვევა, სისუსტე, კანკალი, შიმშილი, მოწყენილობა ან გაბრაზება. როდესაც ასე გრძნობთ თავს, მნიშვნელოვანია სწრაფად დალიოთ ან შეჭამოთ რაიმე ტკბილი, მაგალითად ხილის წვენი, გაზიანი სასმელი, ჟელიბონი, გლუკოზის ტაბლეტები, თაფლი, კანფეტი. შენ რას მიირთმევ? მე წვენი მირჩევნია. ჰიპოგლიკემიის დროს საკვების ან სასმელის მიღების შემდეგ მოიცადეთ 15 წუთი და შემდეგ ხელახლა შეამოწმეთ გლუკოზა. დარწმუნდით, რომ ის 4 მმოლ ლიტრზე მაღალია. გინდა ახლა შეამოწმო გლუკოზის დონე? შეხედე, ჩემმა გლუკოზამ აიწია. ეს შესანიშნავია. თუ გლუკოზის დონე არ შეიცვალა, კიდევ უნდა მიირთვათ რაიმე ტკბილი, მაგალითად ხილის წვენი ან ჟელიბონი. ჰიპოგლიკემია შეიძლება გამოწვეული იყოს ბევრი სხვადასხვა მიზეზით: ვარჯიში, ნახშირწყლების ნაკლები რაოდენობით მიღება, კვების გამოტოვება, ზედმეტი ინსულინის მიღება. ზოგჯერ ჰიპოები ხდება ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თან გქონდეთ რაიმე მინიშნება, რაც ადასტურებს შენს დიაბეტს და ყოველთვის თან გქონდეს ჰიპოს სამკურნალო ნაკრები. ჰიპოს ნაკრები უნდა შეიცავდეს ტკბილეულს, გლუკოზის საზომ მოწყობილობას. არა, ახლა ჩემმა გლუკოზამ აიწია. ჰიპერგლიკემია არის მდგომარეობა, როდესაც სისხლში გლუკოზის დონე ძალიან მაღალია, ჩვეულებრივ 15 მმოლ ლიტრზე მეტი. გლუკოზის მაღალი დონე შეიძლება ხშირად დაფიქსირდეს, რაც დროთა განმავლობაში სახიფათო ხდება და იწვევს მდგომარეობას, რომელსაც დიაბეტური კეტოაციდოზი ეწოდება. მაგრამ რატომ იწევს ჩემი გლუკოზის დონე მაღლა? გლუკოზის მაღალი დონის გამომწვევი ბევრი მიზეზი არსებობს, მაგალითად, ზედმეტი ნახშირწყლების შემცველი საკვების მიღება, სტრესი ან შფოთვა, ავადმყოფობა, ინსულინის ინექციის გამოტოვება. თუ ინსულინის ტუმბოს იყენებ, ტუმბოს მილის მექანიკური დაზიანება შეიძლება იყოს ჰიპერგლიკემიის მიზეზი, რადგან ინსულინი არასაკმარისი რაოდენობით მიეწოდება ორგანიზმს. ზოგჯერ მაღალი მაჩვენებელი უბრალოდ ყოველგვარი მიზეზის გარეშე ფიქსირდება. ძალიან მწყურია. როცა გლუკოზა მაღალია, შეიძლება იგრძნოს ყურვილი, დაღლილობა, შიმშილი, ან საერთოდ არ გქონდეს არანაირი სიმპტომი. რა შეიძლება გავაკეთო გლუკოზის დონის დასაწევად? როცა გლუკოზის დონე მაღალია, მნიშვნელოვანია ბევრი წყლის დალევა, მოერიდე ინტენსიურ ვარჯიშს, შეიძლება მოგინდეს ხშირად მოშარდვა და გახსოვდეს, მაღალი ან დაბალი მაჩვენებელი არ ნიშნავს, რომ რაიმე არასწორად გააკეთე და ეს ცვლილებები ყოველთვის უნდა აცნობო უფროსს. მადლობთ, ექიმო, ეს ბევრ რამეს ხსნის. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ დიაბეტის ვებგვერდს.